პიოტრ იანი უმარზე უკეთესია. მერაბ დვალიშვილმა თავისი არჩევანი განმარტა. მოქმედმა UFC-ს ბანტამვეითის ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა, რომელმაც ოქტაგონზე როგორც პიოტრ იანი, ასევე უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა, უპასუხა კითხვას, თუ რომელ რუს მებრძოლს მიიჩნევს უფრო ძლიერად. იანი უმარზე უკეთესია. მას უკვე უამრავი ბრძოლა აქვს გამართული ტოპ მებრძოლებთან. მეტი გამოცდილება აქვს. ის მუდმივად აქტიურია, ყოველთვის იბრძვის. რაც შეეხება უმარს, ჩვენ მისი ბრძოლები მხოლოდ ჩემთან და კორი სენჰეგენთან ვნახეთ. მას სჭირდება მუდმივად ბრძოლა. რა თქმა უნდა, კარგი მებრძოლია, მაგრამ უნდა იყოს მუდმივად აქტიური. სად არის ახლა? რატომ არ იბრძვის? თქვა მერაბმა ვლადიმერ კოლოსთან ინტერვიუში. ამ დროისთვის უმარ ნურმაგომედოვი აღდგენით პროცესშია ხელის ოპერაციის შემდეგ, რომელიც მერაბ დვალიშვილთან ბრძოლაში დაიზიანა და გეგმავს ოქტაგონში დაბრუნებას ოქტომბერში. პიოტრი კი შემდეგ ბრძოლას უკვე 26 ივლისს აბუ-დაბის ტურნირზე ჩაატარებს, სადაც სახიფათო ამერიკელ ნოკაუტერ მარკუს მაგგის დაუპირისპირდება. მერაბ დვალიშვილის მორიგი ტიტულის დაცვა დაგეგმილია მიმდინარე წლის შემოდგომაზე. მისი მოწინააღმდეგე იქნება ამერიკელი კორი სენჰეგენი. ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს შავი ქამრის მფლობელი და ADCC-ს და IBJJF-ის მრავალგზის ჩემპიონი მარკუს ბუჩეჩა ალმეიდა კარიერას UFC-ს მძიმე წონაში გააგრძელებს. 35 წლის ბრაზილიელს, რომელსაც კონტრაქტი One Championship-თან დაუსრულდა, დებიუტი მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში 26 ივლისს აბუ-დაბიში გამართულ ტურნირზე ექნება. მისი მოწინააღმდეგე იქნება 33 წლის სლოვაკი მარტინ ბუდაი. ბუჩეჩას ანგარიშზე 6 პროფესიონალური ბრძოლაა, რომლებიც მან One Championship-ში ჩაატარა. მოიგო 5 და 1 ბრძოლაში წააგო. აღსანიშნავია, რომ ალმეიდამ ყველა თავისი მოწინააღმდეგე პირველ რაუნდში დააფინიშა. ერთადერთი მარცხი მან უმარ კეინთან განიცადა, რომელიც 3 რაუნდის შემდეგ ერთსვლოვანი გადაწყვეტილებით წააგო. ბოლოჯერ მძიმე წონოსანი ნოემბერში გამოვიდა ოქტაგონზე, სადაც მეოთხე წუთზე ზურგიდან საბმიშენით დაამარცხა ირანელი ამირ ალი აკბარი. მის მოწინააღმდეგეს მარტინ ბუდაის UFC-ში 7 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. 2023 წლის დეკემბერში ტექნიკური ნოკაუტით შამილ გაზიევთან მეორე რაუნდში. ამის შემდეგ სლოვაკმა გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა ანდრეი არლოვსკი და ერთსვლოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა ურან სატიბალდაევი. TJ დილაშოუმ განაცხადა, რომ ილია თოფურიას სპეციალურად აურჩიეს ჩარლზ ოლივეირა UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონის სატიტულო ბრძოლისთვის, რადგან მატადორს საკმაოდ მარტივად შეძლებოდა მისი დამარცხება. თოფურიას სპეციალურად აურჩიეს ოლივეირა. მისთვის ეს იდეალური ბრძოლა იყო. ჩარლზი ყოველთვის იღებს დარტყმებს ყოველ ბრძოლაში. გასაგებია, რომ მას არ უჭირს დისტანციის შემცირება. თავისი სიმაღლისა და ხელების სიგრძის პატრონი, რატომ არ შეინარჩუნა მაქსიმალური დისტანცია ილიასთან ბრძოლაში. თოფურია ყოველთვის ცდილობს, რომ თქვენ იბრძოლოთ მისი წესებით, მის დისტანციაზე, რადგან მისი ბოქსი ბევრად უკეთესია. მაშინაც კი თუ ილია მიიღებდა ძლიერ დარტყმას, ის უბრალოდ უფრო მძიმე დარტყმით უპასუხებდა. ჩვენს უკვე ნანახი გვქონდა. 7 ივლისს ალექს პუატან პერეირას 38 წელი შეუსრულდა. ჯონ ჯონსმა სოციალურ ქსელში საინტერესო შეტყობინება გამოაქვეყნა, სადაც წერია: სასიამოვნოა პირველად თავი მონადირად იგრძნო და არა მსხვერპლად. ლუკაშ ორზელი, რომელიც ილია თოფურიას მენეჯერია, ამბობს: მესამე წონით კატეგორიაში ტიტული მხოლოდ დროის საკითხია. ახლა ჩვენ UFC-სთან შევთანხმდით, რომ ილია დარჩება მსუბუქ წონაში. ამ ეტაპზე ველოდებით, ვინ იქნება შემდეგი პრეტენდენტი. გსურს წლის ბოლომდე კიდევ ერთი ბრძოლა ჩავატაროთ. ყველაზე სავარაუდო ვარიანტი ჯასტინ გეიჯია. გამოიწერეთ არხი. გელოდებით ხვალ.